ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ ეგრეთ წოდებული გავრილოვის ღამის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეში ცავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა. სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ 26-დან 24 მომჩივნის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის ორივე ასპექტი დაირღვა. 14 მომჩივანის მიმართ მეათე მუხლი დაირღვა. 11 მომჩივნის მიმართ მე-11 მუხლი დაირღვა. ნათქვამია დადგენილებაში. ამასთან სასამართლომ დაადგინა, რომ 38 მუხლი არ დარღვეულა. საქმე ეხებოდა პოლიციის მიერ 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს თბილისში პარლამენტის შენობის წინ მთავრობის საწინააღმდეგო მასშტაბური საპროტესტო აქციის დაშლას. დაახლოებით 12,000 ადამიანისგან შემდგარი პროტესტი, რომელსაც დაახლოებით 5,000 პოლიციელი აკონტროლებდა, მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის დუმის ერთ-ერთი ცნობილი წევრი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა და სიტყვით რუსულ ენაზე გამოვიდა. მომჩივნები ერთის გარდა ან აქციის მონაწილეები იყვნენ, ან ჟურნალისტები, რომლებიც საპროტესტო აქციას აშუქებდნენ. უმეტესობამ სახელმწიფო ორგანოების მიერ რეზინის ტყვიების გამოყენების შედეგად დაზიანებები მიიღო. წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. გადაწყვეტილების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება უკვე 5 წელიწად-ნახევარზე მეტხანს გრძელდება, მას ყველა გარემოების საფუძვლიანი შეფასება არ მოჰყოლია. ასევე მომჩივნების მიმართ არასათანადოდ მოპყრობის შესახებ დასკვნების გამოტანა არ მომხდარა და არც იმ სახელმწიფო აგენტების იდენტიფიკაცია მომხდარა, რომლებმაც ძალას გადაამეტეს ან გადამეტებული ძალის გამოყენების ბრძანება გასცეს. ასევე სასამართლომ დაადგინა, რომ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ მომჩივნების დაზიანებები მათივე ქმედებების შედეგად გარდაუვალი იყო. როგორც ჩანს, პოლიციამ რეზინის ტყვიები ხალხის კონტროლის ზოგად იარაღად გამოიყენა. მომჩივანი ჟურნალისტებისათვის აქციის გაშუქებაში ხელის შეშლა პროპორციული და გამართლებული არ ყოფილა, აღნიშნულია გადაწყვეტილებაში. გადაწყვეტილების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა დემონსტრაციის დაშლის სურვილის გარკვეული გამართლება არსებობდა, კერძოდ იმის გათვალისწინებით, რომ აქცია პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობდა და ზოგიერთ დემონსტრანტს შენობაში შტურმით შეჭრა სურდა, სასამართლომ ჩათვალა, რომ დაშლის ფორმა გამართლებული არ ყოფილა. უპირველეს ყოვლისა გამოყენებული იქნა გაუმართლებელი დონის ძალა, რამაც მომჩივნებსა და სხვა პირებს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. რეზინის ტყვიები გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ კონკრეტული მიზნით და არა როგორც მასის კონტროლის ზოგადი საშუალება. მათი გამოყენება უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ მაქსიმალურად შემცირდეს მიზანში ამოღებული პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების რისკი. ლითონის შემცველი ტყვიები მათი ბუნებრივი საფრთხეების და სერიოზული დაზიანების გაზრდილი ალბათობის გამო არ უნდა იქნას გამოყენებული. მათი გამოყენება უნდა სრულდებოდეს შესაბამისი წინასწარი გაფრთხილებით, გარდა შემთხვევებისა, როდესაც ასეთი გაფრთხილება აშკარად არარელევანტურია ან შეუძლებელია. რეზინის ტყვიები გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ იმ სამართალდამცავი პირების მიერ, რომლებიც სათანადოდ არიან გაწვრთნილი და ინსტრუქციებით უზრუნველყოფილი. არა მხოლოდ იარაღის ტექნიკური მახასიათებლების, არამედ მისი გამოყენებით სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხეების შესახებაც. ამ საშუალებების გამოყენება, რამდენადაც შესაძლებელია, უნდა ექვემდებარებოდეს მკაცრ ბრძანებებს და ცენტრალიზებულ კონტროლს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, დიდმა პალატამ გამოიყო რამდენიმე სისტემური ხარვეზი შიდა ნორმატიულ ჩარჩოში, რომლებმაც, როგორც ჩანს, გავლენა იქონია აქციის დაშლის პროცესზე. ამ მიზეზითაც სასამართლომ დაადგინა კონვენციის მესამე მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევა, ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში. განმცხადებლები აცხადებდნენ მშვიდობიანი თავშეყრის უფლების დარღვევის შესახებ. ამან წინ წამოწია კითხვა, ქონდათ თუ არა განმცხადებლებს მშვიდობიანი განზრახვები და შესაბამისი ქცევა, რაც დავის საგანს წარმოადგენდა მხარეებს შორის. დიდმა პალატამ ვერ იპოვა ნიშნები იმისა, რომ დემონსტრაციას დასაწყისშივე რაიმე სხვა მიზანი ჰქონოდა, გარდა მშვიდობიანი შეკრებისა. ან რომ მონაწილეებს, განსაკუთრებით კი განმცხადებლებს ჰქონდათ ძალადობრივი განზრახვები აქციასთან შეერთებისას, ან მზად იყვნენ ძალადობისთვის. განაჩენში ასევე აღნიშნულია და ვციტირებ, სიტუაციის სიმძიმე და პარლამენტის ეფექტიანი
მშვიდობიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფის საჭიროება, რაც დემოკრატიულ საზოგადოებაში საკვანძო ღირებულებაა, უნდა იყოს გათვალისწინებული. ასევე შეიძლება ვაღიაროთ ისიც, რომ ხელისუფლება რთული ამოცანის წინაშე იდგა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტების ნაწილმა პარლამენტის შენობის შტურმი სცადა. თუმცა, თუ კი იმასაც დაუშვებთ, რომ აქციაზე მყოფი ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებებმა შესაძლოა უარყოფითად იმოქმედა მოვლენების შემდგომ განვითარებაზე, ეს გარემოება იქნება ის ცალკე აღებული, თუ შედარებით მცირე ჯგუფის მიერ პარლამენტის შტურმის მცდელობასთან ერთად, ეს მაინც არ შეიძლება გახდეს საფუძველი იმისა, რომ რამდენიმე 1000 მშვიდობიან დემონსტრანტს ჩამოართვა მათი უფლებები, რომლებიც გარანტირებულია კონვენციის მე-11 მუხლით. გამცხადებელთა უფლებებში ჩარევის გამართლების განხილვისას განაჩენის შემდეგს მიუთითებს და კვლავ ვციტირებ. სასამართლომ განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ დემონსტრაცია მიმდინარეობდა საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ და დემონსტრანტების ნაწილმა შენობაში შეღწევა სცადა. ასევე მასში ხაზგასმულია პარლამენტის ეფექტიანი ფუნქციონირების ფუნდამენტური ინტერესი დემოკრატიული საზოგადოებისთვის. კონვენცია ქმნის მჭიდრო კავშირს ეფექტურ პოლიტიკურ დემოკრატიასა და პარლამენტის ეფექტურ მუშაობას შორის და ეჭვგარეშეა, რომ პარლამენტის შეუფერხებელი ფუნქციონირება დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. დიდმა პალატამ აღიარა, რომ დაძაბულობისა და აქციის პირველ რიგებში არსებული მუდმივი და ძალადობრივი ქცევის პირობებში დემონსტრაციის დაშლა შესაძლოა გარკვეულწილად გამართლებული ყოფილიყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ის უშუალოდ პარლამენტის შენობასთან მიმდინარეობდა. თუმცა დაშლის განხორციელების ფორმა ვერ ჩაითვალა გამართლებულად. კერძოდ, იმიტომ რომ შეკრებილთათვის არ ყოფილა გაცემული მკაფიო ბრძანება აქციის დაშლის შესახებ და არ ყოფილა მკაფიო და გასაგები გაფრთხილება კინეტიკური ზემოქმედების მქონე საშუალებების, რეზინის ტყვიების გამოყენების თაობაზე და უპირველეს ყოვლისა კი იმის გამო, რომ გამოყენებული ძალა იყო გადაჭარბებული და გაუმართლებელი, რამაც გამოიწვია გამცხადებლების ფიზიკური დაზიანება. ეს შეიძლება ჩაითვალოს დიდი პალატის ძირითად დასკვნებად მოცემულ საქმეში. მართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა სახელმწიფოს უფლება გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, როდესაც ადგილი აქვს თავდასხმას სამართალდამცავებსა და სახელმწიფო ორგანოებს. ეს იქნა ხაზგასმით აღნიშნული და ამ შემთხვევაში დაადასტურდა სახელმწიფოს სრული ლეგიტიმური უფლება გამოიყენოს სპეციალური საშუალებები. პროკურატურამ ღირსიერად დაიწყო გამოძიება, თუმცა თავად სისხლისამართლის საქმის წარმოების პროცესში გამოიკვეთა დარღვევები, რაც გულისხმობდა იმას, რომ არ იქნა სათანადოდ შესწავლილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირების პასუხისგებლობა და ასევე თუ რამდენად ადეკვატური და პროპორციული ძალა იქნა გამოყენებული სამართალდამცავების მხრიდან დემონსტრანტების მიმართ. ამ ნაწილში სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ გარკვეულ შემთხვევებში აქციის დაშლისას ადგილი ჰქონდა არაპროპორციული ძალის გამოყენებას, თუმცა ხაზი გაესვა იმასაც, რომ საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობდა სასამართლოსთან ამ გარემოებების დადგენის თვალსაზრისით და მოგეხსენებათ, რომ თავად საქართველოს პროკურატურა მას ჯერ კიდევ 2024 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდგომ ამ მიმართულებით სწორად გააქტიურა გამოძიება და გამოკვეთა ხელმძღვანელი პირების პასუხისგებლობა, რისი შედეგიც იყო უკვე 2025 წლის 12 ნოემბერს ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყება. ამით ვფიქრობ, რომ წერტილი დაესვა იმ პოლიტიკურ განცხადებებს, რაც ეხებოდა რომ თითქოს ბატონი გახარიას მიმართ ადგილი აქვს პოლიტიკურ დევნას ხელისუფლების მხრიდან. მე მგონი ამის შემდგომ ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი კითხვები აღარ უნდა არსებობდეს. ივნისის საქმესთან დაკავშირებით ფაქტობრივად დარღვევა დაადგინა იმ ნაწილში, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელებმა არაპროპორციულად გამოიყენეს ძალა მომიტინგეების მიმართ. კერძოდ, დიდი პალატის გადაწყვეტილებიდან დგინდება, რომ დაზიანებები მიღებული აქვს მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებსაც შესაძლოა უშუალოდ არ უდასტურდებოდათ ამ ძალადებრივ ხედებებში მონაწილეობა და ეს არის მნიშვნელოვანი მითითება. ფაქტობრივად დიდმა პალატამ დაამტკიცა დღევანდელი გადაწყვეტილებით ის, რაც ნოემბრის პროკურატურის, ასე ვთქვათ, ბრიფინგით საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, რომ შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი გიორგი გახარიას მხრიდან არასწორად იყო გაცემული დავალებები, როგორ უნდა მომხდარიყო ასეთი ძალადობრივი აქციის დროს რეაგირება
არ იყო პროპორციული ძალა გამოყენებული და შეიძლება ითქვას, რომ დიდი პალატის ეს გადაწყვეტილება გარკვეულწილად არის სრულ თანხვედრაში იმასთან, რაც პროკურატურამ უკვე ბრალში გამოკვეთა. დიდი პალატის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია არა მარტო მომჩივნებთან მიმართებით, რომელთა უფლებებიც ამ გადაწყვეტილებით უნდა აღდგეს, ასევე ეს მნიშვნელოვანია მთლიანად ქვეყნისთვის და არა მარტო საქართველოსთვის. ეს არის პრეცედენტულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როდესაც დიდი პალატა მსჯელობს სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე, როდესაც აქცია მშვიდობიანია თავისი შინაარსით, არ შეიძლება რომ მშვიდობიან დემონსტრანტებთან მიმართებით იყოს გამოყენებული ასე სპეციალური საშუალებები, რომელიც შეიძლება მათ შორის იწვევდეს მათ დაზიანებას და ამ საკითხებთან დაკავშირებით ეს განსაკუთრებით დღეის მდგომარეობით არის რელევანტური საქართველოსთვის, როდესაც პროტესტის ძალის გამოყენებით დაშლა არ იყო უცხო ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს რეალობაში და ეს პრაქტიკა, ეს პრეცედენტი აუცილებლად უნდა იყოს აღსრულებული რეალურად ისე, როგორც ამას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს და როგორც კანონმდებლობა, ასევე პრაქტიკა უნდა მოვიდეს შესაბამისობაში დიდი პალატის გადაწყვეტილებასთან. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ეგრეთ წოდებული გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა დააკისრა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად საქმეში ცავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ სახელმწიფომ 2 გამცხადებელს მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 75,000 евро უნდა გადაუხადოს, ხოლო კიდევ 2-ს 85,000 евро. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ ყველა მომჩივანს არამატერიალური ზიანის ანაზღაურებისათვის სხვადასხვა რაოდენობის თანხა უნდა გადაუხადოს. ამასთან სახელმწიფომ 22 მომჩივანს ხარჯების ასანაზღაურებლად 38,414 евро უნდა გადაუხადოს. სახელმწიფო მომჩივნებს ზარალი გადაწყვეტილების გამოტანიდან 3 თვის ვადაში უნდა აუნაზღაუროს. მე 12 კლასი იხსნება და მე 11 კლასი რჩება. თქვენი აზრით ეს კარგია თუ ცუდი? ძალიან კარგია. იმიტომ რომ ჩემი შვილი გადამამთავრებელია და მინდა რომ ადრე დაამთავროს. ასევე ცვლილება შედის სასკოლო ფორმები იქნება ამის რას? ძალიან კარგი მიესალმები მაგასაც. და პირველ რიგში დავაბრუნებდი დედაენას. მე შეიძლება კარგი მარია. არსებულ განათლების ხარისხს როგორ შეაფასებთ? ჩვენ დროს სხვა იყო და ახლა არ ვიცი. ალბათ ადრე განათლების სისტემა უფრო მოწესრიგებული იყო. ჩემი აზრით. ტელეფონების გამოყენება სადაიხსნა, აიგრძალა და როდის? პრემიერმა გამოაცხადა, რომ აიგრძალება მობილურების გამოყენება სკოლებში. სასწავლო პროცესში ალბათ, ხო? შეიძლება საჭიროა ჩემთან. შეიძლება საჭიროა, იმიტომ რომ ამ მობილურებმა საერთოდ გათიშა ახალგაზრდობა, მოდი ასე ვთქვა და წიგნი დაავიწყათ. აი ეს არ გქონდა. რა ვიცი, მე მგონია კარგი არის. იმიტომ რომ ბავშვებისთვის ან გადასახადები დაიგენით ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ ყველა სხვა არ აქვს შვილო საშუალება. ბავშვები ზოგიერთი ისე კარგად სწავლობენ, არ აქვს საშუალება. ხო და მე მგონია კარგი იქნება, ძალიან კარგი არის. ფორმების შემოღება იგეგმება კიდევ სკოლებში. ფორმებიც კარგი არის. ჩემ დროს ფორმები იყო და ძალიან კარგი იყო. ყველასერი ფორმები რო ჰქონდათ და რა ვიცი. საგაკვეთილო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენებაც აიგრძალება. ძალიან კარგი. სწავლა კაია, ვიდრე ტელეფონის ყურებაში. პედაგოგი ცოდვა. თვითონაც ბავშვებიც უკვე გადართულია. ჩემ დროს იყო სისტროგე, ახლაც უნდა იყოს სისტროგე. ეს არის პირდაპირ მისწრება. ჩვენი განათლების სისტემა იყო ნულზე დაყვანილი. ნულზე და მე მასწავლებელი ვარ, ყოფილი პედაგოგი და მე ვიცი, თამარ დახუნარი არ ვიცი თუ არა თქვენ მესამე სკოლის დირექტორი იყო, ეს იყო არაჩვეულებრივი პიროვნება, როგორც პედაგოგი და როგორც მასწავლებელი და იმის გაზრდილი. იმ დროს იყო სწავლა, ახლა არა და ღმერთმა ქლას და მე მწამს რომ აუცილებლად შეიძლება განათლების სისტემა. ფორმების შემოღება იცი რაღაცას უდავს მაინც ბავშვს. სკოლაში უფრო მოვალეობის გრძნობა უჩნდება, ასე მგონია და ახლა მე-6 კლასამდეა ჯერჯერობით და კარგია, მე-6 კლასამდე ჩამოყალიბდება ბავშვი და მე თუ არ ჩაეცემს, მაგრამ არც შიშველი არ უნდა იაროს სკოლაში ბავშვი. 12 კლასის მოხსნის შესახებ რას ფიქრობთ? მე-12 კლასი საერთოდ იყო სიყალბე და სისულელე თავიდან. ეს არაფერი არ იყო, არაფერი.
არ ტარდებოდა განკვეთილები საერთოდ. თუ ტარდებოდა არ ვიცი. ეს იყო სისულელე და თუ არ იქნება 11 კლასი კი 10 კლასს სამთავრებდნენ და არაჩვეულებრივები იყვნენ და არაჩვეულებრივად სწავლობდნენ და მეცნიერები გამოვიდნენ და რა ვიცი აბა. ასევე საგაკვეთილო პროცესში მობილური ტელეფონის არავითარ შემთხვევაში. ბავშვები ჯერ ქუჩაში რო არიან და სახლში რო არიან და სადილს რო ჭამენ, მაშინაც ტელეფონი უკავიათ ხელში და გაკვეთილზე რა სიზამი. აუცილებლად უნდა მოიხსნას მაგ და აუცილებლად უნდა მოიშალოს რომ არ იყოს გაკვეთილზე ტელეფონი. ასევე სახელმძღვანელოების ცვლილებაზე და სახელმძღვანელოები არაფრად არ ვარგა. დედაენას მსოფლიოში არ აქვს ანალოგი. ქართულ დედაენას. ახლა შეიძლება სხვას არ მოეწონოს, მაგრამ მე ვამბობ ამას, დედაენა არის არაჩვეულებრივი დაწყებითი კლასების და მე საერთოდ ჩვენთან რა წიგნები იყო არაჩვეულებრივი. შოთა, აკაკილია, ვაჟა და გალაქტიო. აი ესენი უნდა ისწავლოს ბავშვი. დაიწყო რეფორმები და მიხვდნენ რომ რაღაცა ის არ იყოს სწორად და შეცვალო ამას მე ვესალმე, მაგრამ ნიუანსებში არა ვარ ახლა ჩახედული რა ხდა ახლა მე ხო არის მაშინ, მაგრამ რომ დაიწყო საერთოდ ეს ცვლილება რეფორმა უზახიან თუ რაღაცას აი ეს მიხარია და რა იმაზე უკეთეს ხო იქნება რაღაცა ერთი საქმე და მეორეს გადასვლა საერთოდ უჭირს ხალხს და ჯერჯერობით ვერ ვეგუებით და ნახო თანდათან დრო მოგვიტანს ყველაფერს. სკოლებში სასკოლო უნიფორმა შემოიღეს. როგორ ფიქრობთ? ჩემ დროს კარგი იყო განაცვლდა. ახლანდელ ახალგაზრდებს არ მოწონთ მაგი. ძალიან არ მომწონდა როცა ფორმით არ დადიოდნენ ბავშვები სკოლაში. ბულინგს აქვს ადგილი ამ დროს. შენ რა გაცვია ეს? რატომ გაცვია? რამდენი ხანი უნდა გეცვას? მე ვიცი ეს ფაქტები. ჩემი შვილი სკოლაშია და ვიცი. ჩემი აზრით ხარისხიანი სწავლება ნამდვილად არაა. 9 კლასის მერე ჩემი აზრით უნდა მოხდეს დიფერენცირება. ვისაც რა საგნები მოწონს და რაზეც უნდა შემდგომ რომ სწავლა გააგრძელოს, მე მგონი უნდა დიფერენციაცია მოხდეს ამ საგნების. ჩემი აზრით. ფორმებს რაც შეეხება, ჩვენ პირველი სკოლის მოსწავლე ვართ და ჩვენ ფორმას ვატარებთ. ესე რომ ეს ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები არის. მე არ ვიძახი რომ ეს რაღაცა ძალიან ვიწრო ჩარჩოში მოქცეული უნდა იყოს, მაგრამ რაღაც ფორმა აუცილებლად უნდა იყოს მოსწავლისთვის, რაც შეეხება მობილურ ტელეფონებს. მე როგორც მშობელი, აი აბსოლუტურად ვეთანხმები რომ ეს იყოს საერთო და საზოგადო აკრძალვა და არა ერთეულების. ეს რომ ამ ნაწილს აბსოლუტურად მივესალმები. ასევე მე-12 კლასი იხსნება და 11 კლასი რჩება. ამას როგორ შეაფასებთ? იცით როგორ არის? აი მაგ საკითხთან მიმართებაში მაქვს ძალიან ბევრი კითხვა, რომელზეც პასუხი ჯერჯერობით არ მიმიღია. გულწრფელად გითხრათ, მე არ მქონდა დრო, რომ ჩამეკითხა ეს კანონპროექტი სრულად. სხვა აზრი მუსირებს და რა თქმა უნდა შეიზღუდოს ბავშვის ევროპული განათლება არ არის სასურველი. მე მაინც ვფიქრობ, რომ რაღაც ღია კარებს აქ აუცილებლად დატოვებენ. მობილურთან დაკავშირებით ეს იყო აუცილებელი, იმიტომ რომ ეს თაობა ძალიან დიდი დოზით და დიდი ოდენობით არიან მობილურ ტელეფონებზე დამოკიდებული. დღის დიდ ნაწილს ბავშვი მაინც სკოლაში და სკოლის მიმდებარედ ატარებს და თუ კი ტელეფონთან უწვდომა მას არ იქნება, ეს ძალიან კარგი იქნება. რაც შეეხება ფორმას, რაღაც ფორმა მე მგონი რომ უნდა იყოს. თუმცა გითხრათ გულწრფელად, მე ვფიქრობდი რომ რეფორმა სკოლით დავიწყებდით. არ ამგონია ამან რაიმე შედეგი მიცეს. სწავლის ხანგრძლივობის მოკლება 12 წელი იქნება თუ 11 წელი მის ხარისხზე არ აისახება. ასე რომ ხარისხი როგორიც იქნება, ისეთ იქნება განათლებაც. ფორმები შემოიღეს სკოლაში, ამას როგორ შეაფასებთ? ფორმები თუ გავითვალისწინებ საზოგადოების შესაძლებლობას, რამდენად შეუძლია და 4 შვილი რო ყავს, 4-ს ფორმა შეუკეროს. სახელმწიფო რაღაც უნდა გააკეთოს, რომ აი მრავალშვილიანებს უზრუნველყოს ჩასაცმელ დასახურავით თუ ეს სასუკოლო ფორმა შედარებით იაფასებში. თორე ახლა ერთი ვისაც ის შეუკერას ნამდვილად მის შვილს ჩასაცმელს. ისე ცუდი არ არის ფორმები. ცუდად არ აღვიქვამ ამას. მაგრამ არ მოწონს 11 კლასის განათლება ნამდვილად, არ ვეთანხმები და არ მომწონს როგორ განვითარდება უფასო სახელმწიფო განათლება. აქ უკვე სახელმწიფო უნივერსიტეტებში რა ქნას კერძო უნივერსიტეტებმა, რა ქნას ახალგაზრდობა რომ მათ ვერ დადო იმხელა სიმაღლე რასაც სახელმწიფო დადებს. აი ეს
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა მიხეილ გოგოლიძემ იმერეთში არსებული ნაგავსაყრელები დაათვალიერა. კომპანიის დირექტორი ობიექტების ოპერირების პროცესს გაეცნო და ადგილობრივი თანამშრომლებისაგან დეტალური ინფორმაცია მიიღო ნაგავსაყრელების დღევანდელი მდგომარეობის, მათ შორის არსებული გამოწვევების შესახებ. იმერეთის მხარეში ამჟამად 5 მოქმედი და 4 დახურული ნაგავსაყრელია. ქუთაისში, სამტრედიაში, საჩხერეში, ტყიბულსა და თერჯოლაში არსებული ობიექტები მოქმედია, ხოლო ზესტაფონში, ჭიათურაში, ხოსა და ხარაგაულში დახურული. საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ინფორმაციით, კომპანია ობიექტზე საჭიროების დროს რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს, მიუხედავად ამისა, უმეტესი მათგანის სამუშაო რესურსი ამოწურვის ზღვარზეა. სწორედ ამიტომ კომპანია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ასევე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად აქტიურად მუშაობს ძველი ნაგავსაყრელების ახალი თანამედროვე ტიპის ნარჩენების განვითარების ობიექტებით ჩანაცვლების საკითხზე. დავასრულეთ სამუშაო ვიზიტი იმერეთის რეგიონში, მოვინახულეთ რეგიონში არსებული ყველა ობიექტი, შევხვდით სახელმწიფო რწმუნებულისა და თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს, შესაბამისად შევთანხმდით სამამავლო გეგმებზე. დღეს ჰქონდა სამუშაო შეხვედრა საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ახალხემძღვანელთან, ადგილზე გავეცანით მუშაობის სპეციფიკას და ასევე ერთად დავსახეთ სამამავლო გეგმები. იმერეთში არარეგისტრირებული სახერხის საამქრო გამოავლინეს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევის მიმდებარე ტყეში იყო დამონტაჟებული. ტერიტორიიდან ამოღებულია წითელი ნუსხით დაცული წაბლის სახეობის 2 კუბურ მეტრამდე მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი და 2 ერთეული დაუფირვინშებელი მრგვალი ხეთხე. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალების შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყება გადაეგზავნა. მათივე ცნობით 11 თვეში ქვეყნის მასშტაბით 57 უკანონო სახერხი საამქროა გამოვლენილი. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე 2 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის შუახევის რაიონული სამმართველოს უფროსმა 4 პირს მისი კერძო საკუთრებიდან დიდი ოდენობით ხის მასალის ქურდობა დააბრალა. მან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით აღნიშნულ პირებს მოსთხოვა აენაზღაურებინათ ზიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაჭერით დაემუქრა. აღნიშნულმა პირებმა მუქარა რეალურად აღიქვეს და მიუხედავად იმისა, რომ მათ ქურდობაში ბრალი არ მიუძღოდა, იძულებული გახდნენ მისთვის დიდი ოდენობით ხის მასალა მიეტანათ. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის შუახევის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსი აჭარის რეგიონში სამთო სათხილამურო კურორტ გოდერძიზე პირადი სარგებლის მიღების მიზნით საკუთარი კოტეჯების ასაშენებლად სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებდა. კერძოდ კი მითითებულ ტერიტორიაზე სხვადასხვა სამშენებლო და ხე-ტყის მასალის უსაფრთხო ტრანსპორტირებისათვის სისტემატურად იყენებდა სამსახურებრივ ავტომანქანებს. აღნიშნულის განხორციელებას კი თანამდებობრივი ავტორიტეტის ბოროტად გამოყენებით ავალებდა დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნივთმტკიცება დამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ხე-ტყის მასალა. დამატებითი გარემოებების დადგენისა და სამართლებრივი კვალიფიკაციის დაზუსტების მიზნით საქმეზე გამოძიება გრძელდება. საუბრები უფლებებსა და თავისუფლებებზე ქუთაისში საჯარო დისკუსიათა ციკლის ფარგლებში მწერალ დათო ტურაშვილთან შეხვედრა გაიმართა. საჯარო ლექცია ლიტერატურა და თავისუფლება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კითხვები დაისვა ცენზურასა და განათლებაზე, ასევე ქუთაისის განვითარებასა და მის პოტენციალზე. მწერალი დათო ტურაშვილი სხვადასხვა თემას შეეხო და პარალელები გაავლო დღევანდელ საქართველოსა და ჩვენი ქვეყნის ისტორიას შორის. ინიციატივა საუბრები უფლებებსა და თავისუფლებებზე ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ღონისძიებას ახალგაზრდები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თავისუფლება არის აზროვნება, რომ ჩვენ როგორც ახლა განსხვავდებოდეთ ერთმანეთისაგან, ჩვენი აზრები და ჩვენი ფიქრები. ჩვენ უნდა შევძლოთ ერთ საზოგადოებაში, ერთ სახელმწიფოში, ერთ ქვეყანაში ცხოვრება. ყველა შემთხვევაში, ყველაზე ამისი საპირისპირო მაგალითი, ცუდი მაგალითი არის ქართული პოლიტიკა. ყველაზე თვალშისაცემი რაც არის, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ განსხვავებული აზრის ატანა და გაძლება და მოთმენა კი არა. იმ ადამიანის დანახვაც კი, ყველა დაიჭირეს, ვისაც ვინც არ ეთანხმება იმას, რა ქვია, ხელისუფლებას. წარმოგიდგენთ, ანუ ადამიანი რა არა თავისუფალია, ქართული პოლიტიკა არის ამისა ყველაზე ცუდი მაგალითი, რა დაგვიტოვა საბჭოთა რეჟიმმა. ჩვენ ხო 1991 წელს რამდენი ხანი გავუძე საბჭოთა კავშირში, დაინგრა, ოფიციალურად დანგრეულია.
დაიშალა ოფიციალურად. და ოფიციალურად ჩვენ გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ ჩვენი ტვინები ისე ვიკავი დარჩენილი. ოფიციალურად დამოუკიდებლობა თავისუფლად ვერ გავხდით. იმიტომ რომ ეს მოაქვს წიგს ლიტერატურას, განვითარებას და აზროვნებას, რაც თავი. ეს არ მოაქვს დეკლარაციას. რამდენჯერმე გამოვაცხადოთ დამოუკიდებლობის დეკლარაცია, ჩვენი ტვინები თუ არ დაუშვებენ, რომ თქვენ როგორც არ განსხვავდებთ ჩემგან, თქვენც ისე გაქვთ არსებობის უფლება როგორც მე, ამას სანამ ტვინი არ დაუშვებ, შენ არ ხარ თავისუფალი. ეს მარტო წიგს მოაქვს ჩემი ზღვრაცმელი. მეც არაფერს, მარტო განათლებას. სხვას არაფერს. და წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მემკვიდრეობა საბჭოთა კავშირიდან რაც დავრჩა, ხო? ყველაზე საშინელი ეგ არის. ყველაზე ცუდი რაც მოხდა საბჭოთა კავშირში, რაც გაგვიკეთა, საუკეთესო, აი ქუთაისში წარმოგიდგენიათ, გელოვანი იყო ასეთი სტუდენტი, დახვრეტილი ყავთ მარტო იმიტომ, რომ აი სადღაც რიონთან მოხდა, თურმე კიბეზე ადიოდა ეთქვა ინერვიულამ ჩეკისტების დანახვაზე. და ცოტა ფეხს აუჩქარა როგორც ჩანს და გადმოუვარდა ჯიბიდან სათვალე. საკითხავი სათვალე. და იმან დახვრიტეს მარტო იმიტომ რომ მიხვდა ადამიანს თუ სათვალე უკეთია, ესე იგი ეს წიგნებში კითხულობს, ამათ ჩვენი რეჟიმი არ მოეწონება. წარმოგიდგენია? ზაფხულში ჩამოსული სტუდენტი გელოვანი გვარი. ბაშო ძალიან მაგარი რამე აღმოაჩინენ ნაპოლიში, აი კვარანო ნაპოლიში თამაშობდა, წავიდით ნეაპოლს კი უწოდეთ, მაგრამ ზოგში ნაპოლი ქვია იმ ქალაქს, ხო ის იტალიურად ნაპოლია, იმ ათენაზე ნაპოლე. ის უნივერსიტეტი არის უძველესი ერთ-ერთი ევროპაში, მე-13 საუკუნისა. და იმის არქივში იმის რექტორმა მითხრა, რომ მე თქვენ რომ მოდიოდითო, რომ უნდა შევხვედროდით. ესა მე თქვენი იმას გადავხედევ რა თქვენი ქვეყნის და ჩვენთან თუმცა მე-16 საუკუნეში სწავლობდა ვიღაცა ეს ქუთაისელი გელოვანისიც რა, ამიტომ გამახსენდა ეს გელო. წარმოგიდგენიათ, მე-16 რუსეთს რო გონიათ, ეხლა რომ ვამადლიან და პროვინცი ქართული სხვა მოვიდა, რუსეთი რო აკოპილიყო, ის არ გვიქ წარმოგიდგენიათ რა თქულია? მე-16 საუკუნეში ნაპოლის უნივერსიტეტში სწავლობს ქართული სტუდენტი. ეს რაც არქივში ვიცი და ეხლა სხვა არ ვიცი. მე ერთი საუკუნე 100 წელი გვაქვს ოქროს ხანა. ნუ როცა გქონდა საშუალება რომ ჩვენი არათუ ვეცხოვრა ჩვენი კანონით, ანუ ჰარმონიულად ბუნებრივად განვითარებულიყო ადამიანი. აი წარმოვიდგინეთ თამარ მეფის დროს. ხო აი ილია ჭავჭავაძე ხო ის პირველი იყო და ერთადერთი დუმის წევრი იყო რუსეთის, ხო გამოვიდა და სიტყვა თქვა სიკვდილით დარჩის გაუქმებას. წარმოვიდგინეთ. და რატო ილია ჭავჭავაძე ვიცოდა რომ ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა დედამიწაზე სადაც სიკვდილი დაიჯდა და პირველი ქვეყანა. ვერსად ევროპაში, ევროკავშირი რო ახლა თავისი ღირებულებებით ამაყობს და თავს იწონებს. მე-20 საუკუნის ბოლოს გააუქმეს, რომ იცოდეთ ევროკავშირის ქვეყნებში სიკვდილით დარჩა. და საქართველოში გააუქმეს მე-12 საუკუნის ბოლოს, რომ იცოდეთ. თამარ გააუქმეს სიკვდილით დარჩა. ეს არის უნიკალური ამბავი, რამდენი რამე გვაქვს საამაყო და რამდენი რამეს ვერ ვიყენებთ და ვერ ვამაყობთ. არა და ამაზე საამაყო რა უნდა იყოს, როგორ განვითარებულიყო ადამიანი, როგორც მოაზროვნე. როგორი განვითარებული, რომ სიკვდილით დარჩა გააუქმო. რამდენი დაითვალე და რამდენი საუკუნით უსწრებს მე-12 საუკუნეში თამარის გადაწყვეტილება ევროპის 1991 წელს გააუქმეს საფრანგეთში ევროპის ცენტრში 1991 წელს. აბა დაითვალეთ რამდენი საუკუნით გაუსწრო თამამებთან. ანუ როგორ ისი თქმა მინდა რომ ჩვენ როგორც მოაზროვნე ხალხი სულ სხვაგან ვიქნებოდით. რომ არა ამდენი დაპყრობა და ასეთი უზარმაზარი ურჩხულები და იმპერიები, რომლებიც პირდაპირ გზაჯვარედინზე ვიყავთ, ხო ის ვერავინ ვერ აქვს და ვერავინ. საბედნიეროდ ისე მოხდა, რომ ამ დიდი ურჩხულების მიუხედავად ჩვენ მაინც შევძელით და მოვაღწევთ, ჯერჯერობით ცოცხლად მოვიდით და მეორედ იმდენი მნიშვნელოვანი და ღირებული შევინარჩუნეთ, რომ ის იმპერიები გაქრნენ, ძალიან ბევრი საერთოდ გაქრა. ნუ ჩვენ რასაც ვერ წარმოვიდგინდა, რასაც საწყალი ერეკლე მეფე ვერ წარმოვიდგინდა. ხო ის და არ მიყვარს ხომ ერეკლე მეფეს ლანძღავ, იმიტომ რომ ყველაზე მწარედ მოტყუებული მეფეა. იმდენად დაღლილები ვიყავით, რომ ვერ გაამტყუებთ ერეკლეს, რომ თქვა, რომ აგერ ამხელა ქრისტიანული სახელმწიფო და იქნებ მართლა დაგვიფაროს და დაგვიცვასო და ვერ გაამტყუებთ, რომ ეს ქრისტიანული რო გვეგონა ჩვენ და ეს დიდი ქვეყანა ფარველი რო გვეგულებოდა, ყველაზე საშინელი დამპყრობელი თუ აღმოჩნდებოდა, რაც წარმოვიდგენით, რომ ამანამდე არავის არ გაუქმებია ქართული ეკლესია, არავის. ანუ მუსულმანი დამპყრობელი რამდენი გვყავდა იცი? არავის აზრად არ მოსვლია, რომ ეკლესია აიგზავნა ჩვენთვის. პირველი იყო რუსეთი. ენა რო აიგზავნა ჩვენთვის სალაპარაკო ენა. არავის აზრად არ მოსვლია, ხო ის? განათლების გარეშე ადამიანი ძალიან ადვილად მართვადია, ძალიან ადვილად მოსათხოვებელია სხვა შეხედვით. ეს ძალიან კარგად ჩანს აი ბოლო პერიოდის პროპაგანდაში, ხო იცით ეს ძალიან აქტიურად მუშაობს რადგან რუსეთი ვახსენეთ რუსული პროპაგანდა, ძალიან აქტიურად. ეს პროპაგანდა ახალი მოგონილი არ არის. მე-19 საუკუნეშიც იგივე ქონდა, იგივე მეთოდები. ეუბნებოდნენ
თავის მეკავშირებს საქართველოში. რუსეთი არ აქვს. რუსეთს არავინ არ აქვს, აქ დავაკვირდით. რუსეთი არ აქვს, მაგრამ ლანძღეთ ეს რა ქვია, ევროპა და დანარჩენი სამყარო და ეს გრძელდება 200 წელი გრძელდება. ეს ახალი ამბავი, ამაში აფია. მაგრამ პროპაგანდის მაშინ ვერ იტყოდნენ იმას, რასაც ახლა ამბობენ. ეს ვინიდან რა ქვია. ეს არის თავარი არა. თუ წარმოგიდგენთ გაუნათლებელი ადამიანს როგორ აშინებენ თუ ევროკავშირს, იმიტომ უნდა საქართველოს კაცები გაათხოვონ მასიურად და წარმოგიდგენთ ეს ასეთი შეურაცხყოფელი პროპაგანდა, აი როგორ უნდა აკადო ადამიანს თუმე ქართული ვაჟკაცები რო არ გადაგვეგობება ისა რა ქვია კობახიძე და დინარაძე ასე გაცვიდებიან რა ქვია შევარდებიან მაჩის ბიუროებში როგორც კი ისა წარმოგიდგენთ ეს რა შეურაცხყოფელია და მაგიტო ჯერა მაგას გიხსნით რომ გაუნათლებელია იმიტომ არის საშიში რომ ადვილად მართონ იმიტომ ჭირდებათ რეჟიმებს და ასეთი ტიპის ხელისუფლებას გაუნათლებელი ადამიანები და მოქალაქეები რომ ადვილად მართონ და ნებისმიერი ტყუილი დააჯერონ რომ თუმე კაცების გათხოვება არის გარდაუვალი ისა რა ქვია წარმოგიდგენია ქალები ვერ გაკუთხოვებენ სანამ ამ ჩვენი გათხოვების ამბავს მოიფიქრებენ მანამდე ქონდათ სხვა ის ხო იცით გვაშინებდნენ ომით ესეც არ მომწონდა ხა გასაგებია რომ ეს ისეთი ტყული არ იყო და იმანაც მაგრა იმუშავა იმან უფრო იმუშავა ვიდრე გათხოვებით რომ ვიღაცები დაფიქრდნენ ალბათ მაინც რომ ესე ადვილად როგორ გამათხოვებენ ხა ავიცი ნო ვიღა რაღაც ნაწილი ხო დაფიქრებული მაგრამ ომი გინდათ აბა რომ გეუნებოდა რომ ომი იქნება სხვა შეიძლება რადგან იმაში ვარ რა ქვია სოლომონში გეტყვით რომ ვისი სახელიც ამ სასტუმროს ქვია უნიკალური მოვლენა ყველაზე კარგი მაგალითია ეს მეფე სოლომონ პირველი რომელსაც ზუსტად ასე ეუნებოდნენ როგორც ჩვენ გვეუნებიან რომ აბა ომი გინდა ასე ეუნებოდნენ იმიტომ რომ სოლომონი იყო დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთში ერეკლე ვინც გადაწყვიტა რომ უარი ეთქვა ამ ტყვეების გაყიდვას ტყეების გაყიდვა ეხლა გასაგებია წერალი ყოდა ასეთი კონტრაქტი თათარაშვილი უიარაღო ქონდა ფსევდონიმი და დაწერა მამლუქი იგივე მამელუქი ფილმს ქვია ხუჩა და გოჩა ხუჩა ყარაცხელი და გოჩა არ ვიცი ხო და იმ ფილმის მიხედვით რა თქმა უნდა სინამდვილეც არის აღწერილი და ძალიან ბევრი ძალადობა იყო და იტაცებდნენ ადამიანებს ხო იცით და კიდე ბაზრებში მაგრამ მოტაცების გარდა ეს იყო ეს ტერმინი არ არსებობდა რომ ბიზნესი იყო ადამიანებს ყიდდნენ ვაჭრობდნენ ხო ჩორებად ვაჭრობდნენ ვაჭრობა იყო და იმ ბიზნესის შემოსავალში წარმოიდგინეთ რამდენი ნაძირალა იყო იმდენი ნაძირალა იყო რომ სოლომონს მეფეს გაუგოდეს და უთხრეს რომ კი აკრძალა მეფეო მაგრამ ხოთხარი ხო გაბრაზდებაო ეხლა რომ ჩვენ გვეუბნებიან რომ გავაპროტესტოთ რუსეთის პოლიტიკა პუტინს ეწყინებო ასე ეუბნებოდნენ სოლომონს რომ ხოთხარს უწოდებდნენ სულთანს ქართლისა იმერეთში ხოთხარს რა უთხრათ მაგრა ეწყინებო სოლომონმა უთხრა სულ არ მინდა ომიო მაგრამ მე ვიბრძოლებ და მაინც არ გავკიდი ბავშვებსო და ხრესელის ომი აგერ იყო ხო ვიცით იმის რა ქვია ტრიპოლის გზაზე მოგვადგა ოსმალეთის იმპერია რამხელა იყო იცით ვერიდან ბაღდადამდე იყო ოსმალეთის იმპერია და სოლომონს ფეხები ვერ მოჭამეს ბოდიში რასაკვირველია იმიტომ რომ იბრძოლა და დარწმუნებული იყო რომ ბავშვი არ უნდა გაეყიდა და ეს იყო სამარცხვინო ბიზნესი და მოიგო ის ბრძოლა მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი არა მარტო იმერელი სხვათა შორის რომ მოგვადგა ოსმალეთის არმია სულ წინარიგებში იყვნენ ვინც იმის წილში იყო წილებში იყვნენ როგორც ახლა არიან უამრავი ადამიანი იმის რა და თავისი წილის დათმო არაფრით არ უნდა აბა შეფქვე რა გონია თუ ცოტანი არიან ვისაც ხელისუფლებაში მოხვედრა უნდა წილების გამო და ეს რა ქვია ფულის გამო თვითონ არ მითხეს თურმე ოქროს ზოდებს აგროვებდნენ და იმას რა ქვია 6 მილიონი ქეში რომელიმე მინისტრს სახში ეკნება ესე რამდენია მოპარული და ჩვენი შვილებისთვის წაიწვევა წარმოგიდგენია ეს ხო თვითონ მithos აბა ჩვენს მაგას ახლა ჩვენ არ ყოფილოს აი მოგწოდნა თვითონ მოგვიყვეს ეს თვითონ და სოლომონმა წარმოგიდგენთ აი სულ წინარიგებში იყვნენ ქართველები ზუსტად მოღალატე და ნაძირალა ქართველები ვინც იმ ბავშვების წილში იყვნენ ივანე ჯავახიშვილზე დიდი ისტორიკოსი ჩვენ არ ყვერდა და ამბობდა რამდენიმე მილიონი ბავშვი ყავთ გაყიდულიო რამდენიმე მილიონი და კაცმა არ იცის რო არა სოლომონ მეფე აი ის სახელის ამ სასტუმროს ქვია ჩვენ მოვახცევდით თუ ვერ მოვახცევდით დღემდე შეიძლება მართლა გამქრალიყავ